გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. დიდი ტრაუმიანობა PSG-ში და ბარსას გულშემატკივრების გამოხმაურება. იდეალური აქ გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც წერენ ინგლისში მიქაუტაძეზე და ტოტენჰემზე. ჩვენ კი ვცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე თუ ახალი ხარ გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. მადლობა ვინც ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინა და მოდი დავიწყოთ. ბრიტანული სპორტული გამოცემა Football Fancast ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მოგეხსენებათ, ფიჩახესმა დაწერა რომ ტოტენჰემს გიორგი მიქაუტაძის შეძენა სურს და მზად არის რომ ის არასდროს 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. ხოლო Football Fancast დეტალურად შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. როგორც იწერება, ტოტენჰემი მიქაუტაძეს თვალს ადევნებს და არსებობს მოსაზრება, რომ მისი სათამაშო სტილი პრემიერ ლიგისთვის იდეალური იქნება. თუმცა ქართველი თავდამსხმელი ზაფხულში ბილიარეალში გადავიდა და ამ ეტაპზე ესპანურ კლუბზეა კონცენტრირებული. ამიტომ ნახოთ შესაძლებელი გახდება თუ არა ამ ტრანსფერის დახურვა. ჩავი სიმონსმა და რიშარლისონმა სეზონი ცუდად დაიწყეს, ხოლო მიქაუტაძე არის ის ფეხბურთელი, რომელმაც როგორც მეჩში, ასევე ლიონში დაამტკიცა, რომ საიმედო მეგოლია. 24 წლის თავდამსხმელი სანაკრებო დონეზე ბრწყინვალედ გამოიყურება. მან საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 39 მატჩში 21 გოლის გატანა შეძლო. ევრო 2024-ზე კი 3 ბურთი შეაგდო და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა. ამრიგად ტოტენჰემს ახალი თავდამსხმელი სჭირდება და ასაკის გათვალისწინებით მიქაუტაძე შეიძლება იდეალური გრძელვადიანი დანამატი აღმოჩნდეს. შესაბამისად აღმართოვანებელია, რომ დეზები შეთავაზების გასაკეთებლად მზად არიან, წერს ბრიტანული გამოცემა. ბოლო პერიოდში პარის სენ-ჟერმენისა და საქართველოს ნაკრების შემტევს ხვიჩა კვარაცხელიას ტრამვები ხშირად აწუხებს. ლიგა 1-ის მეოთხე ტურში ლანსის წინააღმდეგ მეორე წუწევე ქართველს მარჯვენა ფეხში ცუდად მოხვდა, რის გამოც მან მინდორი 30 წუთზე დატოვა. საბედნიეროდ გადავრჩით და სერიოზული არაფერი აღმოჩნდა. კვარაცხელია კი დაბრუნდა და ჩემპიონთა ლიგაზე ულამაზესი გოლიც გაიტანა. შემდეგ კი ლიგა 1-ის მეექვსე ტურში ოსერის წინააღმდეგ 23 წუთზე ხვიჩას უკვე მარცხენა ფეხში მოხვდა, რის გამოც პირველი ტაიმის შემდეგ ის სტადიონზე აღარ გამოსულა. ახლა უკვე ტრავმა ბევრად სერიოზული აღმოჩნდა. კერძოდ ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა Le Parisien-მა ცოტა ხნის წინ კვარაცხელიას ტრავმაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა და მათი ინფორმაციით ხვიჩა ბარსას წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ხოლო ისმის კითხვა თუ რა არის ასეთი მიკროტრავმების მიზეზი. ამაზე პასუხი კი ერთია. ეს კი გახლავთ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რის გამოც PSG-ს ფეხბურთელებმა სათანადოდ დასვენება ვერ შეძლეს. ახალ სეზონში კი ფეხბურთელები დატვირთვას ვეღარ უძლებენ. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ამ სეზონში PSG თავისი მოთამაშეების ჯანმრთელობის მიმართ განსაკუთრებულად ფრთხილობს, რადგან მათ ფაქტიურად სეზონი გადააბეს. ამრიგად მივიღეთ ის, რომ PSG-ს ბარსას წინააღმდეგ მრავალი ვარსკვლავი არ ეყოლება. ამ ფაქტს კი ბარსას გულშემატკივრების შემდეგი კომენტარებით ეხმაურებიან. მათ ბევრი ტრავმირებული ხავთ. ვინ აპირებს თამაშს თავად ლუჩო? რა ჯანდაბა ხდება ფეხბურთში? ამდენი ტრავმა. კონფერენს ლიგის დონის თამაში იქნება. უბრალოდ დანებდით. ძალიან მარტივად მოუგებთ PSG-ს. კვარაცხელიას დონის მოთამაშე ბევრი არ არის. ასევე რაფინია, დემბელე, ვიტინია და კიდევ რამდენი. ისინი ამ მატჩს ძალიან დააკლდებიან, წერენ ბარსას გულშემატკივრები. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე ბარსასაც არაერთი ფეხბურთელი აკლია, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ PSG გაცილებით რთულ მდგომარეობაშია. მით უმეტეს, რომ გასულ შეხვედრაში ბარსას იამალიც დაუბრუნდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია და PSG-ს მისი შეჩერება ძალიან გაუჭირდება. ამ რთულ სიტუაციას კი პარიზელები შემდეგი კომენტარებით ეხმაურებიან. ბარსასთან თამაში კვარა თუ არ გვეყოლება აუცილებლად წავაგებთ. ჯერ ბიტენია, შემდეგ კვარა. ბარსასთან ვინ ითამაშებს? ახლა კი ნამდვილად დავიღუპეთ. წერენ მსგავსი შინაარსის კომენტარებს PSG-ს გულშემატკივრები. მე კი შეგახსენებთ, რომ PSG-სა და ბარსელონას შეხვედრა 4 შაბათს საქართველოს დროით ღამის 11 საათზე გაიმართება. ამიტომ ვინც ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს, ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. მადრიდის რეალს PSG-ს ვარსკვლავი შეძენა სურს. რატომ მიუბრუნდა ბაიერნი როდრიგოს ტრანსფერს? შეიძლება ეს იანვრის თვეშიც მოხდეს. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. აგვისტოს ბოლოს მიუნხენის ბაიერნსა და მადრიდის რეალს შორის როდრიგო გოეშის ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ სამეფო კლუბმა საბოლოო ჯამში ბრაზილიელი ფეხბურთელის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ როდრიგო კლუბში დარჩა, მისი სათამაშო დრო კვლავ მინიმალურია. ეს კი კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ალონსო მასზე გათვლას არ აკეთებს. ხოლო გერმანული გამოცემების ცნობით, სწორედ ამის გამო ბაიერნი ახალგაზრდა შემტევის საკითხს კვლავ მიუბრუნდა და არ არის გამორიცხული, რომ ეს იანვრის თვეშიც მოხდეს. რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობას მოსწონს როდრიგო და მიიჩნევს, რომ ის ბუნდესლიგაში გაიფრწყინებს. ასევე ბაიერნი სამხრეთ ამერიკელ შემტევს მუდმივ სათამაშო დროს პირდება. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს ტრანსფერი უახლოეს მომავალში შედგეს. ესპანურ მედიაში მადრიდის რეალის ახალი ინტერესის შესახებ იწერება. გავრცელებული ინფორმაციით რეალი PSG-ს ნახევარმცველით ვიტინიას შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული. როგორც იწერება, თეთრებს ცენტრის კიდევ უფრო მოძლიერება
დაასურს. ამისთვის კი პორტუგალიელი იდეალური ვარიანტია. აღსანიშნავია ისიც, რომ 26 წლის ფეხბურთელი 2025 წლის ოქროს დაჯილდოებაზე მესამე ადგილი დაიკავა. ხოლო ეს ყველაფერი ცხადყოფს იმას, თუ რა მაღალი დონის ფეხბურთელია ვიტინია. რეალის ფანები კი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ასეთი სტილის ფეხბურთელის ტრანსფერი აუცილებელია. შესაბამისად, მომავალი სეზონიდან არსებობს დიდი ალბათობა, რომ პერეზმა გუნდში კიდევ არაერთი ცვლილება შეიტანოს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.